დააკავეს ჰიდროციკლით მოძრავი პირი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ზღვაში მყოფ მოქალაქეებს ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააფიქსირეს სამართალდარღვევის ფაქტი. მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სასაზღვრო პოლიციის ოპერატორ საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დაიწყეს და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 სეკუნდა მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.